მიუხედავად ფურცელზე არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, საქართველოში 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 30%-ს უდრის. ესე იგი, ამ ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდების 30% აქტიურად ეძებს სამსახურს, მაგრამ მისი პოვნა მაინც შეუძლებელია. ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, მხოლოდ და მხოლოდ 6%-ს უდრის. საერთოდ არ არის მაგალითად ალბანეთი ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში. ისიც ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ მთავრობას აქვს პოლიტიკა, რათა წაახალისოს ახალგაზრდების დასაქმება, მათთვის სამსახურის ადვილად პოვნა და მათი შრომის ეთიკისა და კულტურის განვითარება. საქართველოში შესაძლებელია ამის გაკეთება. თუ მაგალითად მთავრობა გადაწყვეტს, რომ მაგალითად საშემოსავლო გადასახედიდან გაათავისუფლოს ის ახალგაზრდები, რომლებიც აი ამ ასაკობრივ კატეგორიაში სამსახურს იპოვიან. ან ის კომპანიები გაათავისუფლოს მოგების გადასახადიდან, რომლებიც მაგალითად მათი პერსონალის 40 ან 50%-ს ახალგაზრდები დააკომპლექტებს. მაგრამ ქართული ოცნების რეჟიმს ურჩევნია ეს ფული ამოიღოს გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან და სამაგიეროდ ხელფასი გაუორმაგდეს მინისტრების მოადგილებს და სხვა უსარგებლო ჩინოვნიკებს, რომლებსაც ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვთ ამ ქვეყნისთვის. როდესაც ამ ქვეყანას ნორმალური მთავრობა ეყოლება, ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემა ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივად მოგვარდეს. ეს ქვეყნის ეკონომიკასაც კარგად აისახება, ქვეყნის სოციალურ მდგომარეობასაც, ემიგრაციასაც შეამცირებს და შრომის კულტურასაც განავითარებს საქართველოს მომავალ თაობებში.